მოდით ერთად გავხსნათ დანიელის მე-7 თავი. ნახოთ მე-7 თავი, მუხლი 23. და მან ასე თქვა, მე-4 მხეცი მე-4 სამეფო იქნება ქვეყნად. გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, გაქილავს და შემოსრავს მას. ხოლო 10 რქა ეს არის 10 მეფე, რომელიც ამ სამეფოდან აღდგება. მათ შემდეგ სხვა აღდგება. იგი განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაანდაბლებს. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდებს შეავიწროვებს. განიზრახავს დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას დროის, 2 დროისა და ნახევარი დროის მანძილზე. შემდეგ დასხდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას. აქ წერია, ტერი ეშმაკი, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ დგას, შეცვლის ღვთის დადგენილ დროებსა და კანონებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რას აპირებს ის აღთქმასთან დაკავშირებით. ის მთლიანად შეცვლის ყველაფერს, რაც ნიშნავს, რომ გაანადგურებს მას. ვინაიდან იესომ უკვე იცოდა, რომ აღთქმა განადგურდებოდა და ეშმაკი ცილის წამებას დააყენებდა. ზეცად ამაღლებამდე როგორ დატოვა მან ეს აღთქმა დედამიწაზე? მან ეს თავის ანდერძად დატოვა. მას სურდა, რომ ჭეშმარიტი ხალხი, რომელიც მიჰყვება ჭეშმარიტებას და სტყურიათ სათასასუფევლისკენ, ბოლომდე დაეცვა ეს აღთქმა. ამიტომაც დანიშნა მან ეს აღთქმა თავის უკანასკნელ ანდერძად. მოდით შევხედოთ ამ საკითხს ებრაელთა მე-9 თავში, მუხლი 15. წერია. ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი. ვინ არის ქრისტე? როგორი მაცნედ მოვიდა ამ ქვეყნად იესო ქრისტე? ის მოვიდა ამ დედამიწაზე როგორც აღთქმის მაცნე. რომელი აღთქმაა? ახალი აღთქმა. ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან საუკუნო მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული. აღთქმული მარადიული მემკვიდრეობა მიუთითებს სათასასუფეველში შესვლის ყველაზე მნიშვნელოვან გასაღებზე. ეს გასაღები არის ახალი აღთქმა. ამ აღთქმის მეშვეობით ჩვენ მივიღებთ აღთქმულ მარადიულ მემკვიდრეობას. მოდით გავაგრძელოთ. ვინაიდან სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილი. რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. მანამდე მას ძალა არა აქვს, ვიდრე მოანდერძზე ცოცხალია. არის სკოლიო ფრაზაზე ანდერძია არა? რა წერია სკოლიოში? მან მტკიცედ დანიშნა აღთქმა, როგორც მისი ნება, რომ შეგვენარჩუნებინა ეს აღთქმა ბოლომდე. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი უგულებელყოფს იესო ქრისტეს მიერ დადებულ აღთქმას, რომელიც დედამიწაზე მოვიდა, როგორც აღთქმის მაცნე. ისინი ვერ აცნობიერებენ აღთქმის მნიშვნელობას. ებრაელთა მე-8 თავში წერია, რომ ისინი, ვინც არ იღებენ ახალ აღთქმას და არ ცხოვრობენ ახალ აღთქმაში, არ შეიძლება ეწოდოს ღვთის ხალხი. არსებობს ნათელი მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეს ეს აღთქმა. მოდით, გადავხედოთ ებრაელთა მე-8 თავს, მე-7 ლექსს. ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო? თუ არ იყო არასწორი? მეორისათვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ. ვინაიდან უთხრა მათ კვადრებით, აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ღმერთი ადგენს ახალ აღთქმას, მაგრამ არა თვითნებურად. აღთქმის დადებაში არის მიზანი, ნება და აზრი. ახალი აღთქმა არის აღთქმა, რომელიც დაამყარა აღთქმის მოციქულმა. დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დაუდე იმ დღეს, როცა ხელი მოუკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა. რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მეუგულებელყავი ისინი, ამბობს უფალი. აჰა, აღთქმა, რომელსაც აღუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი. ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. და ვიქნები. რა იქნება ის? მათი ღმერთი. რა აღთქმა უნდა გქონდეს იმისათვის, რომ ღმერთი იყოს ჩვენი ღმერთი. მათ, ვისაც აქვს ახალი აღთქმა, ღმერთმა უთხრა, მე ვიქნები შენი ღმერთი. და ისინი, მათ, ვისაც ახალი აღთქმა აქვთ, იქნებიან ჩემი ერი. ამ მიზეზით ის მოვიდა ამ დედამიწაზე აღთქმის მოციქულის მისიით და დაამყარა ახალი აღთქმა. თუმცა სჯერათ თუ არა ამ აღთქმის ადამიანებს, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ სწამთ იესო. მათ არც კი იციან, რომ იესო დედამიწაზე მოვიდა როგორც აღთქმის მოციქული. მათ არც კი იციან, როგორი აღთქმა დაადგინა იესო. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ ბუნდოვანი რწმენით. თუმცა რადგან მე და თქვენ გვაქვს ახალი აღთქმა, რომელიც დანიშნა იესოს მიერ, რომელიც მოვიდა ამ დედამიწაზე, როგორც აღთქმის მოციქული.
იესო ქრისტე ხდება ჩვენი ღმერთი და ჩვენ ხდებით მისი ჭეშმარიტი ხალხი. მხოლოდ ჭეშმარიტ ხალხს შეუძლია შევიდეს ცათა სასუფეველში და მიიღოს ღვთისმფარველობა.